დღეს ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჩვენი წინა თაობა მართლები იყვნენ თუ არა. რო იძახდნენ ხოლმე ბანძეთზე ბარემ ალეინა ჩაასხი. იქნებდა მართლა მუშაობს საჭმლის ჩვეულებრივი ზეთი. ამიტომ დღეს ჩვენ უნდა ვიშოვოთ რამე ისეთი მანქანა, რომელიც რეალურად აღარ ვარგა ყოველდღიურობაში და არავის აღარ ადგება. არის სიკვდილის პირას, ოღონდ არა ძრავის მხრივ და არა კოლოფის მხრივ, ანუ ზოგადად დაჟანგებული, განადგურებული, ან ჩამოწერილი, ან რაღაცა მსგავსი. უნდა ჩამოცალოთ მთლიანად ზეთი და ვნახოთ მართლა დადის თუ არა საჭმლის ზეთზე. მოდი შევთანხმდეთ. თუ 10 კილომეტრი გაიარა, ესე იგი მუშაობს. თუ 10 კილომეტრამდე მოკვდა, ესე იგი ეგ ზეთი არ მუშაობს და შეგვიძლია არ ჩავასხათ. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, სინამდვილეში არავინ არ შეასხათ ჯობია. მოკლედ, თუ გევასწრებთ ავტოკონტენტი, შეგიძლიათ არხიც გამოიწეროთ და ეხა პირდაპირ წავიდა მანქანის არჩევა რაღაცა უნდა ვნახოთ, გადმოვეკოთ გუშინ TikTok-ით ჩავწერეთ და ძალიან ბევრი განცხადებაც ვნახეთ, მაგრამ რომელია ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი, მაგას ეხა გავაკეთებთ. TikTok-ზე დავდეთ ვიდეო, 94,000 ნახვა აქვს და 329 კომენტარი აქვს. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ვიღაცა დეებს განცხადებას და მე მახევენი მანქანებს, მაგრამ არა უშო ძმაო, შეგეგოთ. ეხა გადმოვეკოთ და რაღაცა ავარჩიოთ. ეს არის მანქანა, ერთ სიჩქარეშია გაჭედილი, და ერთი უნდა გავარკვიოთ, რომელ სიჩქარეშია გაჭედილი, ანუ აზრი აქვს თუ არა. მე-5 თუ არა გაჭედილი, ვერც დავუწყო. გამარჯობათ, რა 4-ზე გირეკავთ? განცხადება ვნახე. სიჩქარეშიაო გაჭედილიო გიწერიათ და რომელ სიჩქარეშია გაჭედილი რომ ხართ? სიჩქარეშია სავარაუდო. რომელში? მეორეში. მეორეში. გადაადგილებათ სადეთ ისე დადის შეულებრივად. გადაადგილებით მოკლემანდეზე გადავარდით. სხვა რამე აწუხებს ისეთ იმ მნიშვნელოვანი კი, ანუ ვიცი იაფათებს ისედაც, მაგრამ რამე პრობლემა თუ აქვს სხვა? ძრავი მიკროფიბა ჩოვიღოთ, ფლის სისტემა მოწესრიგებულია, ბოლით არ ბოლავს, ხიდები მუშაობს. გასაგებია. კარგი ბატონო, თუ მოვიფიქრე დაგირეკავ, მადლობა დიდი. მეორე სიჩქარეშია, რა ვიცი. რა უჭირს რო. გააკვრევინებ 1 ივლი რა. დიდი სიჩქარე ჩვენ მაინც არ გვეთა. აი, ეს ერთი ვარიანტი არის. ვინც არისით ზეთი ეხმარება ძრავის შიდა ნაწილებს შეპოხვაში, რომ ცხელ და ცივ პირობებში ძრავის დეტალები არ გაცვდეს. ამიტომ ჩვენ დიდ დატვირთვებზე ყოველთვის ვიყენებთ ლიქვიმოლი ზეთს, კონკრეტულად კი 1060-ს, რომლითაც საქართველოს დრიფტის ჩემპიონატებში ვიღებთ მონაწილეობას და ამ რთულ და ექსტრემალურ პირობებში ლიქვიმოლი იდეალურად უძლებს დატვირთვებს და ტემპერატურებს. თუმცა საინტერესოა ავტომობილებისთვის ყველაზე შეუსაბამო, ანუ საკვები ზეთი როგორ გაძლებს ავტომობილის ძრავში, არა ასეთ ექსტრემალურ პირობებში, არამედ ქალაქში სიარულის დატვირთვისას, ანუ ჩვეულებრივ პირობებში. ეხა ნახე რა უნდა განახო. ჩემნაირი Honda Civic-ი გაიჩნდა და ბარემ ჩვენი Civic-ი Ford დაგვიყვანა. რაღა აზრი აქ მითხარი. ერთი Ford Mondeo გაიჩნდა, აი ესეთი. არის ჩამოწერილი რა. ხო და ჩამოწერილი რო არის, სავარაუდოდ მოგვიწევს სადმე გარეუბანში, სადმე მინდორში ევაკუატორით წაღება და იქ გადაღება, თორე ქალაქში ვერ გავლით, მაგრამ მოდი მაინც დავურეკოთ. დადის არ დადის ერთი გავარკვიოთ ეგ. ალო. გამარჯობათ. Mondeo-ზე გირეკავთ, განცხადება ვნახე. დადის ავტომობილი? დადის რა. სათხარ ტერიტორიულად? ბაღდადშია მანქანა. ბაღდადშია? კაი ბატონო, კაი მე ცოტა თბილისში მეგონა და მადლობა, გაიხარე. ბაღდადი სადაა? ბაღდადი რესტორანი რა. წავიდეთ რესტორანში. აუ, 3 საათი უნდა ხო არ გადავალ. არა, შანსი არა, 3 საათი ძალიან ბევრი. საბოლოო ჯამში დაგვირეკა ახლობელმა, რომელსაც დიდი ხნის წინ ჩვენი გადაღებებიდან ერთ-ერთი ავტომობილი დაუტოვეთ. ეს არის Fiat Seicento, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოწერილია და იდეალური ვარიანტია ჩვენი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მაგრამ ეს Fiat-ი უკვე 2 წელია ერთ და იგივე ადგილას გდია, არც დაქოქილა და საერთოდ დაიქოქება თუ არა და ივლის, დიდი კითხვის ნიშანია. ჩვენ ვნახოთ Seicento-ში. Seicento-ში, ხო. რამდენი ლიტრი ზეთი ჩადის, რომ შესაბამისი ვიყიდოთ და ალეინას არ ვიყიდი, ძმაო. ფულები აქ უნდა დარჩეს ისევ, რაღა იმათ გაუგზავნოთ ფულები, ჩვენ ქართულს დარჩეს ისევ. კახურზე თუ არ ვიყიდოთ რა. კახურზეც დიდი ხანი იმუშავებს უეჭო. ამის საშუალო ვიყიდოთ რა. არის თულად იაფასიანი, ჩვენ გვჭირდება 3.4 ლიტრი. ანუ 4 ლიტრა ვიყიდოთ, ხოვაზე ხარ იქ ცოტა შეჭამოს რაღაცა, დასამატებელი გახდეს რა. ფილტრი შევცვალოთ. დაწერეთ ფილტრი უნდა შემეცვალა თუ არა. საწყალი Seicento, რა იცოდნენ ისე იტალიაში რო უშვებდნენ Seicento-ს, რომ საბოლოო ჯამში ქართულ ზეთზე დაისტუკებოდა. მაგრამ დაისტუკება რომ აი გარუცით. იქნება და დადის ბიჭო. ისე მაგრად არის აწყობილი რომ იაროს. რადგან მანქანა 2 წელია უკვე დგას, აუცილებლად უნდა წავიღოთ საწვავიც. ამიტომ სოკარში გამოვიარეთ, 15 ლიტრი ავიღე და თან გათამაშების ბილეთსაც მივიღებ.
სოკარი ათამაშებს ბინას საბურთალოზე ახალ ელექტრომობილს და 3-10,000 ლარიან პრიზს. თუ სოკარის აპლიკაციაში ენერჯი ბარათი გაქვს დამატებული, ყოველ 15 ლიტრის საწვავზე ან 15 მეტრ კუბ გაზზე მიიღებ 1 ბილეთს. მაგრამ თუ პრაიმის წევრი ხარ, მიიღებ 2 ბილეთს. ყოველდღე თამაშდება 100 მომენტალური პრიზით, ხოლო თუ შენ პრიზს უცნობ ადამიანს გაუზიარებ, დამატებით 5 ბილეთს მიიღებ. გათამაშება აგვისტოს ბოლომდე ვრცელდება, ასე რომ ჯერ კიდევ გაქვს დრო. თან საბითუმოთ იქნება. იაფოთ. თქვენ ხო არ ხართ აქ? მოკლედ, ქართული ვერ ვნახე და არ ვიყიდე. ანუ მე მგონია რომ ქართულზე უფრო კარგად იმუშავა. მაგრამ თავი და თავი ხო იცი რაც არის? აკე ბიჭო. საცხობი ჟამუში. გამოვარდხა ჩეჩემო მეორად იზეთი ეგ იქნება. თან გასქელებული იქნება უკვე. აგეზეთი. გაუშვათ ბარაკა. აი ბარაკას დიდი ისინიც აქვს. ეს არის? ეს არის. აი 2 ლიტრიანი. კაკრას 4 ლიტრი გამოგვივა. რამე ცივი ხორგი. სასმე. ოპა, გაიძრო. რაც გვინდოდა. ერთი ესა ავიღოთ და მეორე ესა ავიღოთ. გზაშიც არ მოვუწყენთ. აუჯობო. წავედით. ბარაკა. ჩვენი გადაღებების შემდეგ ეს მანქანა ადგილიდან არ დაძღულა. არც დაგოქილა. არა, გატყუებ. ადგილი ქონდათ ჩაკეტილი და ცოტა გადაადგილეს. თუმცა, როგორც ხედავ, საბურავების დაფუშულია, არ ვიცი ძრავი რა მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ბოლოს რადიატორი გასკდა და ეხლა ახალი მოვიტანეთ, რომ დავაყენოთ Gold 3-ის რადიატორი და საერთოდ კითხვის ნიშანია, დაიქოქება თუ არა Fiat-ის აი ეს ძრავი. მოკლედ, ეს მანქანა ალბათ ყველას გეცნობათ და იცით საიდანაც მოდის? ალბათ 2 წელია გასული, რაც არც დაქოქილა, აი ეგ გდია. მდგომარეობაც ალბათ ნახეთ რა მდგომარეობაშია. ერთადერთი ძალიან დიდი აპდეიტი, რაც გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, რაც შემამჩნია, ეს არის Android CarPlay, რომელიც დამონტაჟდა. შეგვიძლია ჩავრთოთ და გავტესტოთ. ოღონდ ეს მოგვიანებით. ცოტა დიდი მოუვიდა მანქანას ეს მე მგონი. თავაროთ ნახევარს გამოვიყენებ, აქ ესე ვაიდინო იყოს. ეხა ჩვენ რა გვინდა? პირველ რიგში გასაღები. გასაღები აქ არის. მოდი ამას შეხედე. შიგნით რა ხდება, ნახე. ობობის ქსელები და ამბები. რამდენი ობობას დაუნგრიე სახლი. კაი, მოკლედ ეხა ის უნდა გავაცოცხლოთ. ჯერ ვნახოთ, საერთოდ ისე მუშაობს თუ არა ძრავი და მე უნდა ჩავატაროთ ჩვენი ექსპერიმენტი. ამისთვის უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში კაპოტის გასახსნელი. ასეთ კაცანი არ იყო და. ეს ის რემენია, ხო, რომ ბოლოს რო გაწყდა. ხო არ გადავახვიოთ უკან ვიდეო. მაშინ ხო ვაღებდით. ატიყავი აქამდე. თენგის ხედავ რამეს აქ დასადებს. აგე. პირიქით რო, არა, პირიქით ვერ გიზოთ. მოისალ, აი ესე რო ვქნათ ვაფშე. აი ესე ჯობია, აი. შო, ადამიან. ამას აკუმულატორი არა აქვს. ვაიმე, დაგვერხა ჩემი. სინჯოთ ეგრე. ზამიკა ნიუსი სად არის? მარტო პლუსი ხო? აგე ბიჭო, რა დამაბრმავა. ბიჭო, შუბს ვერ პოულობ. არა, გალოკა არის. პირდაპირ კარტერში იქნება გაყანილი ყველა ვარიანტში. ზეთი გვაქვს. კაი, მას ხელთმანები ავიღო. ბიჭო, მე რას ვხდები, ვიცი, რემეს კი ჩავაცმევს, დამჭიმი სადა აქვს. ეს რა არის? ბიჭო, ის გასცეთ ის ფონში რო გახსნა რა. რა ქვია? სავოიარდი. დღეს ჭამები თუ. სადი ხავი აქამდე ხო არ გადაო. ორ სამარეზე იყო სულ?
That's good. სტაროა ძმა. მოდი რა, მოგვეხმარე ძმობას გაფიცე. კაი, ჩვენ რადიატორიც რომ მოხსნათ ბარემ და უნდა შევცვალოთ. ხო. მგონია რომ რადიატორი აი ესე იხსნება. ჩემი აზრით. Golf 3-ის რადიატორი ვიყიდე. მე მგონი არა აქვს ჩაშენებული ეს. მოგვიწევს გაგრილების დაერთება პირდაპირ, რომ წყალი არ გადაგვიხურდეს, ანუ სუჩართული იქნება ვენტილატორი. მე მგონია რომ ამანქანას ხა მაინდა-მაინც არ აღელვებს, ისეთი ზეთი უნდა ჩავასხათ. ამაში, მაგრამ არ მინდა რომ ძრავი გადახურდეს და მაგიტო გაიჭედოს. ანუ მე რეალურად მაინტერესებს ზეთი რამდენ ხანს გაკაჩავს და არა ის რომ გადახურდეს და გაიჭედოს. იქნება თენგის დარჩენილი კიდე რამე? რა არა ბიჭო. სავარაუდოდ ეს ხარი არის შემსვლელი. ანუ ეს არის კვება რადიატორის. რომელიც ისხმება აი აქეთ. 10-იანი გააძლე რა. ეს დიდებული ვენტილატორიც. აი, ეს გადავდოთ, წავიღებთ. იქით. ეს გადავაგდოთ. რა გაგრილება. დაჟე დავაერთოთ. ამისთვის გვინდა ჩვენ გაიჩთ. ანუ მე ეგ არ ჩაწუდება. და პატარა. აი, ჩვენი შემდეგი მისია არის ხა შლანგების დაერთება და ვენტილატორი უნდა ჩამოვყიდოთ ამაზე რომ გაგრილება გქონდეს. სახში აი ამით არასდროს არ აწყოთ მანქანა. გიგი არა ვაცინო, გიგი ფხილად. აი, რემენი გვაქვს. რადიატორი გადაგვრჩა და მე დაიქოქება თუ არა, ჯერ უნდა დაგვეხოქა მე მგონი. წყლის გარეშე დაიქოქებოდა რემის გარეშე. მართალი ხარ? ნუ, კაი. აი, მოკლედ, წყალი დავაერთეთ. ეგ გადავობით, ეხლა თავი რაღაც ჩამოვყიდოთ და ხო, ეგაც მიახამოთ. აჰა. შეგვიძლია მაგის მერე დავქოქოთ, ცოდოთ. და ერთი ის არის ოქში. საბურავი. და ბოლოს დადიოდა ეხლა და მგონია რამე. თემა კონდეს. რო, საკაიფოა, მე ძალიან მოწონს. აუ, ეს რა გააცა? წყალია? ხვები არა. გაიბეროს. ვაფშე დაჭტულია? აუ, მაგრამ მე მგონი იმას მაინც ემჯობინება დისკზე დევს. ბიჭო, ჯერ დავქოქოთ, თორე შეიძლება ახლა თქვა წოლოთ. აბა ნახე. მიდი. მოიცა. ამთვლელი აღარ დავაყენე. კაი, დავაყენოთ ამთვლელი. ამთვლელი უნდა. კაი, მიდი სადე? ხო? მიდი ჯიგარო. თამამად. როსაც აწვალებ, ხო? ამთვლელი თავის ადგილას არის? აბრუან რამე რო შევასხარ გვაქვს? აბრო არა მაქვს. მაგრამ ამის ახსნა შეგვიძლია. მიდი. რაღა მაშინქნა. ეს კომუნისტების დროს თუ ესე ხდებოდა ხოლმე მინახავს. მე ვფიქრობ ხო არ დავოპერე მიჭკოთ. იმიტომ რომ ძალიან უჭირს ტრიალი. თუ არ დაიქოქა, ეს ზეთი 1-2 ლიტრი მიგაქვს შენ, 2 მე. შევწვათ კარტოფილი. ბიჭო, კარგად ატრიალე, კარგად გადაუჭირე.
შეიძლება იქ დაკაკალდა. უზაოს არ მიედოს ყვითელი. სვადოთ. ბიჭო, რაღაცა ვერა. უარესია. სადო? ბენზონასოს ხმა აქვს? ანუ ბენზონასოს უეჭველი მუშაობს. ოპა! ოპა, დაიკოკა! ვინ თქვა ვერაო, ბიჭო? კაია, ეხა შეგვიძლია დაჟე წყალიც ჩავასხათ. და დაჟე გავიდეთ, თუ საბურავები დაიკოკა. საბურავები დაიკოკა მე. აი ბერა. მი ამ კაცს აქ ოქროს ხელები წარმოიდგინეთ ძრავებს რას აკეთებს და ტირამისუს რას გააკეთებს. დაიბერება ეხა ეს ვითომ ხსნით საბურავს, რომ ჰაერი შევიდეს თავისუფლად, უჭერთ ჭუჭრიანი ხელებით, რომ არავინ არ იფიქროს, რომ ბევრი ფულები გაქვთ. რომ თავთ ელექტრონულ ნასოსს. რატო არ ჩაითო? განათება ჩავთე ბიჭო? მე მგონი არ იბერება. მარცხენა ხელით ფიშავთ ელექტრონულ ნასოსს. დავცვლით საბურავს. კიდევ კაი დანგრად წამოხი. მანამდე ვსინჯავთ, ზაპასკა იბერება თუ არა და ორი საბურავი რო არ გაიბეროს, რა ვქნათ? ბიჭო, ჰონდას გადახრეტა იგივეა? იბერე. ადრე აი კიდოზე დავდიოდი. მეგონი ეგა იყოფა მაგას. დაინახე რო გასხა? შეშემოს ხო? არა, გიგის. ვერ გძენი? ესე ხო ვცადოთ დაბერვა. თუ ექსტრემია, ძმაო, ბოლომდე ექსტრემი იყოს. ეგ არის? ისე გადამიღე, რომ არ შემემშლეს წელი რომ მტკივა. ეგ არის ადამიანი. რამდენს გაივლის? იმ ზეთით, ბარაკათი. 20 წუთი იმუშავეს ხალასტოიზე? ხალასტოიზე არა, უნდა ვიარო. ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა ვიარო. 5-დან 7 წუთამდე. მე მგონია რომ მეც გაივლის. 10 წუთზე მეც ვიძახ. დავაი. აი ლუდი გაასწრებ ბოლოში. ვიდეოს ბოლოში. იმენა თაზა ბიჭო, თაზა. აუ, ატიორკა მინდა რა. რა მეტყობა ეხა გოლფის რადიატორი რო შესმული? ერთადერთი გაგრილება უნდა ჩავრთოთ ხელით. გაგრილება ჩავრთეთ ეხა რომ გაგრილების პრობლემა არ გქონდეს. თვითონ ირთვება? კაი, მოიცა? დაადე? ტექნოლოგია. რანაირად ვრთავ არ ვიცი, მაგრამ იყოს ესე, რადგან მუშაობს. ეხა რო არ ჩაქრა, ეგ კაის ნიშანია. ეგრევე ხელი გაწიეო იმენა. ახე იმენა ადამიანი გაიჩნდა. თიატი არის ადამიანი. გაწევ, გამოძახებით 8-1-8-9-3-4-3. ბოლოში 5 თუ ძალიან გეჩქარებით. ისინი დაურსადარ უნდა დავიშტო. ოპა, სკამი გადმოვიდა. იმენა გიჟია ბიჭო. პირჯვარის გადაწერა ძალიან დროული იყო მართლა. წავედი. რადგან მანქანა უკვე დიდი ხანია ჩამოწერილია, გადავწყვიტეთ, რომ ქალაქში არ გაგვია რა ავტომობილის ნომროთ და ევაკუატორი წაგვეყვანა ცოტა მოშორებით, რომ იქ ჩავგეტარებინა ჩვენი ექსპერიმენტი. თუმცა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვეგმავდით. 4 საათიანი წვალების შემდეგ რომ რადიატორს კარგად ემუშავა, ევაკუატორზე აყვანის დროს რადიატორი უბრალოდ წამოედო
და უბრალოდ კი არ მოძვრა საერთოდ მთლიანი გაგრილების სისტემა მოწყვიტა ადგილიდან. ბლიად. აი აქ არის რადიატორი. აი მე რა ყვერები ვარ. კონტენტია. როგორ გსვამ თავს ალექსანდრე ხეროდიდაშვილ. მითხარი შენი შეგრძნებების შესახებ. აი ეს რადიატორი აქ დავამაგრეთ და აი აგერ დარჩა. ასვლის დროს. ეს გიგია. ანუ ესეთი რაღაც მე აპროსტო არ გამიგია. ჯერ მოიცადე. ჯერ ეგეთი ფეილი მე არ მომსვლი არასდროს. აი ეგეთი ცუდი ფეილი. მთელი დღე ვწვალობდით ბიჭო. და ეხა 50 მეტრი გამოვიარეთ, ხო? ოხჩი. და მეორე რადიატორი გაიჩნდა. ზოგადად ცხოვრებაში დამთხოვების არ მჯერა. რანაირად მოხდა არ ვიცი. შუა მანგლისში, სადაც Golf 3-ის დაშლების საერთოდ აზრადაც არ უნდა მოგივიდეს, რომ უნდა არსებობდეს, ჩვენგან ზუსტად 50 მეტრში აღმოჩნდა. და ეხლა მთავარი კითხვა, ზუსტად ის რადიატორია ეს, რა ჩვენ გვჭირდება? ესე იგი ამ ვიდეოს უნდა არსებობა. აშკარად. აუ, იმენა არ მჯერა, მართლა გეუნები. ცვეჩი გეუნები არ მჯერა, რაც მოხდა. ვაფშე, აწი მე გადავიღებ, თენგიზამ გადაიღოს კონტენტი, ილაპარაკოს მე ოპერატორი ვიქნები ზვა. გვაჩუქეს. ჩემი არ მჯერა იმენა. წავედით? მოკლედ, ეხა ზეც დავსვლით. გარემო რო არ დავმინძუროთ, რა თქმა უნდა, ჭურჭელში გადავიტანთ. და ჩაუშავშეთ მთელი ვიდეოს იდეა რაც იყო. მაკეთკენ წავთ და იმედია მზეც დაგვაცდის. 19. კიდე მოკაჩე? მოიცა. გაუკეთო და მერე მოკაჩე. მიდი. თუ არა და მეორე მანქანას ყავს აქ. გასატესტად. ზუსტად იგივე მდგომარეობაში. მე ბარაკას მოვიდა. ბიჭო, ეხა მითხარი, აი, ბარაკაზე 10 კილომეტრი რო იაროს, ყველაზე მაგარი რეკლამა არ არის ზეთის ბარაკის. სიო. რადიატორი ახალია ბრატ. ყველაფერი რიგზია, წყალს თავიდან ჩავასხავთ, ბარაკასაც ეხა დავუშვებთ, ანუ ზეთს და ეგ არის. ნამდვილი ტესტი წავიდა. მთელი ჯოჯოხეთი გადავიტანეთ, მოკლედ. არ წამოვარტყა, თორე იმპაქტი დამარტყავს. არა? არა? აი, მოდი წყლით დავიწყოთ ისე. მაგას რო დავქოქავთ, მეგონი კიდე უნდა იმას ვქნათ, დავამატოთ, რო დაჰაერდეს. აი ხა თუ ვიყურებენ და რას შვებით. Привет. ბარაკა. გარშე ეს წლიანად უნდა ჩავასხათ. და მეორე უნდა დაუშვათ ლიტრა ნახევარი. ბიჭო, ეს უფრო სქელიზეთია, მეგონი, რაც ესასხავენ ხო. მეგონი საათ ნახევარზე მეტად იმუშავებს, რომ გასგანდეს. ეხა ამას რო დავაწერო რაღაცა, რა, აი რო დავაწერო რაღაცა, სახელი მოვიფიქროთ, რაღაცა. ბლუში ან რაღაცა, ხეროილი და გავუყიდოთ. აი, ვირას გაიგებს ბიჭო. არ უნდა გვეყიდა 1060 ბარაკა რა. უნდა წამოგვეყო 040 ან რაღაცა. ოპა. 3.5 ჩადის ოფიციალურად. თითო არის 2 ლიტრიანი და ოდნავ არის დარჩენილი ეს. ანუ გამოგვივიდა 3 ლიტრზე მეტი. всё, ეგ არის. ატლივი არ მისცეს. გაერთე? კაი, ქოქავ. ცა? ზეთის ნიშანი ჩააქრო. რა ხმაზე მუშაობს? ძრავი ნახე? ვაფშე იდეალურად. ვაფშე ხმა არა აქვს. დაგვიგორდა. წყალი ცხოძია. ვენტილატორიც მუშაობს. დარჩენილი წყალი იქნება, დაიგიგე კაცი.
შენ მაგაზე არის დარდო. ნახე, ზეთის წნევას ქმნის ეხა რა. ამას აქ მაჩვენებელი სპეციალური ზეთის წნევა თუ დავარდა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ზეთის ანუ უნდა ანთოს ნატურა. და ეხა აქ არაფერი ნატურას არ ანთებს, ანუ იდეალურად მუშაობს ძრავი. მაგრამ საინტერესო არის ცოტა დატვირთვებზე რო წავალთ, მე იმუშავებს თუ არა კიდე. ძრავის ხმას როგორც კი გავიგებ, რამე პრობლემა თუ ექნება, ეგრევე გეტყვენ. არ მჯერა. წნევა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. საკაიფოდ მუშაობს. რავი, არც ყვამლიაზდის არაფერი. ხმა ძრავს არ აქვს. აი, მეორე გზაზე გადავიდეთ. თორე რადიატორი ისეთ დაბლა არის, რომ რაღაცას გავაფუჭებს. ეს რადიატორი ურტყავს კი არა, ვენტილატორი ედება სავარაუდოდ მაგის ხმა. სადღაც 10 წუთია გასული, არანაირი პრობლემა არ არის. თავარი არის, რომ რადიატორი არ მოგძვრეს და ყველაფერი რიგზე იქნება. მაგრამ სიმართლე გითხრა ეკლებზე ვზივარ იმენა, ეხა მგონია რომ უნდა აფეთქდეს ძრავი. კიდე უარესი გითხრა, აკუმულატორიც არა აქვს მანქანას. დინამოზე მუშაობს პირდაპირ. ჩვენი მიზანი არის 10 კილომეტრი გავიაროთ რა, ანუ 10 კილომეტრი თუ იარა მანქანამ, იმაზე რა ქვია, ბარაქაზე, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, რაზეთი იქნება. დაახლოებით შემადგენლობა ერთ და იგივეა რა. ოპა, ზეთმა ანთო მომენტში ეგ ნიშნავს იმას, რომ ზეთის წნევა დავარდა და ჩაქრა ეხა. ეგ ცუდის ნიშანია უკვე. ისევ ზეთმა ანთო. ოპა, ზეთმა ანთო, დაგვერხა მე მგონი. მაგრამ მოდი ბოლომდე გავაკაჩინოთ, ნახოთ. ხო, ვენტილატორი იყო პროსტო. ძრავი მუშაობს. წყალი გაასხა? აი, დაიკიდე. წამოვიაროთ. ზეთმა ანთო. ერემიჩკა გვინდა. ეხა მნიშვნელოვანი არის, რა იცი რომ დაიქოქება, კიდე თუ არ დაიქოქება, ვნახოთ. იცი რის სუნია, აი, კაი კარტოფილი რო იწონა, ხო იცი, აი ზუსტად მაგის სუნია. აქედან რო წავალ თუ ეჭველი რამე კაი კარტოფილი დავაძალოთ. ბიჭო, არის შანსი რომ ძრავი გაიჭედა და მაგიტო ჩაქრა. მიდი აბა. აი, მოდი ცოტა ხანი ვაცადოთ გაგრილდეს. ვიცი, მაგრამ ძრავს გააგრილებს. ოპა! დაიჭირე აბაროტი, იყოს. აი. იადი არის მამალი. მოდი დავტრიალდეთ და ზემოთ ავიდეთ. რას დადის ნახე. ზეთის პრობლემები არ აქვს. რატო ანთო ზეთი მანამდე? საქმე იმაშია, რომ საკვები ზეთი უფრო თხელია ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტომობილის ზეთი. ამიტომაც ზრავის დაბალ ბრუნზე ზეთს ნაკლები წნევა უჭირავს და შესაბამისად დაბალ ბრუნზე მოაანთო დაბალი წნევის მაჩვენებელი, ეგ ბუნებრივია. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ზრავის კომპონენტები დაზიანდა. ამიტომ Fiat ჩვეულებრივად აგრძელებს გზას. მეორეც იჟივით გავუკეთეთ. ობა, ზეთი აანთო ისევ. და ჩააქრო, გას რო ვაძლევ, წნევა იქნება.
პროსტო იმენი დაუჯერებელი. საერთოდ არავითარი პრობლემა არ აქვს გზრავს. სავარაუდოდ რომ გაცხელდა ზეთი რა, ოდნავ დაბალი ტემპერატურა უფრო დაბალი წნევა დაიჭირა და მაგის ბრალია რა. არა ძმაო, ზეთს არ ანთებს. რა ჯანზეა, ნახე. პარკი იყო, არაფერი. ვაი მეჩი. ეხა შეიძლება ხადავო იმ ვეღარ გაუძლოს ვიდრე ზეთმა. კაი, წამოეხლა ძრავს მოусმინოთ. ანუ, ნახე, ზოგჯერ მინთებდა ხოლმე ძრავის ზეთის დაბალი წნევის ნატურას რა. ეხა ეგ გასწორდა, ანუ წნევა დაიჭირა, ბარაქას ახლა წნევა უჭირავს. ეს პარი რო ამოდის, ეხლა თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ აქ კვამლი ამოდის. კვამლი ოკეია რა და გეტყვი რატო? საქშენიდან ეს ზეთი უფრო მალე ორთქლდება ვიდრე ჩვეულებრივი ზეთი. მაგის გამო აქ ცოტა კვამლი რო აქ ნორმალური, ანუ ამზეც ეხა ეს მანქანა ჩვეულებრივად მუშაობს რა. თან არ მჯერა. გიჟივით მუშაობს ბიჭო. რანაირად მუშაობს გიჟივით, ვერ ხვდები. ძრავს ხმა არა აქვს ბიჭო. წყალი ჩავასხათ, გავაგრილოთ და მერე იმას ხნათ. აი, მართლა გეუბნები, Top Gear-ში რო იყო Hilux-ი, გახსოვს, სახეს რო ახევდნენ და არაფერი არ მოსდიოდა. ტიპებმა ჩაძირეს, რაღაც ზემოდან დააგდეს, off-road-ზე გაიყვანეს, დედაუტირეს და მაინც მანქანა დადიოდა. ეგეთი რეკლამა გამოგვიცა ხა ჩვენ Fiat-ის. გვინდა თუ არ გვინდა ბუნებრივი რეკლამა არის ეგ რა. რამდენი ხანი მგონია რომ უნდა დაისტუქოს და ნელა გადაუარო თუ გადაწევთ? ნელა გადაიო. აი, უფროსო, ეგ არის. ცოტა. ცოტა ხმა აქვს უბრალოდ მანქანას. ბიჭო, ბევრი ბიბლატავე ძალიან. ძრავი არ ქრება მეთქი ხოძია თქო? ეს კარტოფილის მოხარშვის ხმა? გაიჭედა. უწყლობით გაიჭედა, მაგრამ გავაგრილეთ. სადაც კიდე გაგრილდება და დაქოქო. ეს გონია რომ უცადოთ. ბოჯერ ბოლომდე შემწვარი არ არის კარტოფილი. ეხა სადა მოვატრიალოთ. და დაუქოქავზე რომ ტორმოზი არ მუშაობს, იცი? ხო. შკოლაში ჩავაგდო ჩააწვევი და ჭირს. ხედავ, აი რა არის ცხოვრება რა, რაღაცა განსაცდელში რო ხარ. ახალ სკილებს, ანუ ახალ შესაძლებლობას იწენ. აი მაინც როგორია ცხოვრება, ხედავ შენ? უცნაური. არა რა მოკვდა კაცო. ცოტა უნდა გავაგრილოთ. გრიალით ახლა გასდის. ბიჭო, ეხლა ჩვენ სადღაცას 5 კილომეტრი ვიარეთ. აი, ცოტა ხანი რო ვიაროთ კიდე, თუ არ გაფუჭდა, არ უნდა დასტუკება. რა გავაკეთო? არა, ნახე, ზეთის თემა ვაფშე აფშვეში არ არის ხა. ვერ ძალავს, პორშინებს მოჭერილი აქვს, ანუ ბლოკი მოჭერილია პორშინებზე და თავისუფლად არ დადის რა. მაგის ბრალია თორე ძრავი ჩვეულებრივად მუშაობს. ვაცადოთ ერთი 5-7 წუთი ვაცადოთ. 5-7 რო ის რო არის, ხო იცი? ეხა ბარაქა იყო კაი ზეთი თუ ძრავი იყო მაგარია წყობილი. ჰა? რომელი იყო? არ ვიცი, ძმაო, ესეთი რაღაცა იმენა მე არ მინახავს.
Fiat უკანა ვედუში რა ყავს? აი, ჯამსტარტერს ვტოვებთ აქ, ეხა და დაგორებით შევეცდებით, რომ დავკუქოთ. ეს ჯამსტარტერიც ხვდება, უბრალოდ აღარ შეუძლია. დავაი. საბოლოო ჯამში, რადგან უკვე ღამდებოდა და გადაღებას აზრი აღარ ქონდა, გადავწყვიტეთ, რომ Fiat-ი წაგვიყვანა რუსთავში. თან გზაში გაგრილდებოდა, იმიტომ რომ გვინდოდა გაგვირგვია ჩვენი ძრავი გაიჭედა უბრალოდ თუ მოტორი დაისტუკა და რუსთავში წაყვანის შემდეგ გვენახა ძრავი გადარჩა თუ მოკვდა. კარჩე, მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ რა. ვაცადოთ ძრავს კარგად გაგრილდეს. თუ დაიქოქა ისევ, ანუ გაგრილების მერე თუ დაიქოქა, ესე იგი ბარკა ყოფილა ადამიანი. არ მჯერა ეგეთი რაღაცა რა ხდება, ხო არ გადავთ ანაირად. სახე გავაძრეთ მანქანას, იმენა სახე გავაძრეთ. უბრალოდ დაუჯერებელი. ანუ თავარი იდეაც ეგ იყო ტესტის, რომ გვენახა ჩოლვერი საჭმის ზეთით შეუულია თუ არა მანქანას რაღაც პერიოდი გაძლება. ეხა ბაზარი არა, რა თქმა უნდა, ყოველდღურად ვერიული ამითი დედაეტირება. ძალიან ელემენტარულია რა, წნევა ვერ იქნება. წნევის ნიშანს რო ანთებდა ხოლმე, ეგ იმას ნიშნავს, რომ წნევას ვერ ქმნიდა. მაგრამ მე ხან ჩააქრო, ხან აანთო, ხან ეგეთი რაღაცეები. თუ დაიქოქა და მე 90% დარწმუნებული რომ დაიქოქება, მეც გონია რომ დაიქოქება, მაგრამ თუ ტრიალებს, ხო? ანუ ეხა ორი ვარიანტია, ნახე, ან პორშინებში უჭერს ძალიან და უეჭველი უნდა უჭერდეს, ან მეორე ვარიანტია პორშინების გარდა კლადიში უკვე მოცვითა, ანუ დაამუშავა და კალენოში ცალკე პრობლემაა. სანამ ჩვენ ახლა რუსთავში წავიყვანთ ამ მანქანას, რადგან აქ ხალხმა ატაპატივი გვცა, არ მინდა რომ ესე რაღაცნაირად აი ეს ჯიგრები ხართ და წამოვიდეთ. მაგიტო ეხლა ჩვენ რასაც თვითონ მირთმევდნენ, აი აქ არის და იმედი არ ჩანს ბრენდი რა არის. ხო არ გამოჩნდა? 2 ცალი რამდენილიტრიანია? მეგონა 3 ლიტრიანია თქო. ან 2 ლიტრიანია, ან 3 ლიტრიანი. ნახევრი. იმენა ვერ დავსუჩი. მიუტანთ და იმედია ძალიან გავუსწორდებათ. იმედია მადლობის ნაწილი მაინც იქნება ეს. ისე ვქნათ. გაი. მოკლედ, აქედან ძალიან დიდი მადლობა. სპეციალურად შესრულში დავტოვე. ორივე ლუდი და რა ვიცი, საღოლმო ანგლისში, აი, ბევრად ჯიგრულად არის სიტუაცია და ბევრად ადამიანურად არის სიტუაცია გარეუბნებში და ესეთ სოფლებში რა. წავედით ახლა ჩვენ რუსთავში. ეს მანქანა უნდა დავქუქოთ და ხმაც უნდა ვნახოთ, ანუ კლადიშის ახვევის ხმა აქვს, არა აქვს. ვაფშე ზოგადად რა მდგომარეობა აქვს რა. და მივხვდებით, ეს მანქანა ბოლომდე უნდა გავწიროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთებინოთ, თუ აი უკვე დაერხა და ცოტა 2 კილომეტრიღა დარჩა სიცოცხლე. ეხა გაგრილებულია ყველაფერი და წესით უნდა დაიქოქოს. თუ ეხაც არ დაიქოქა, უკვე რაღაცა ჩეპე არის. სწორად მივდივარ? აი, ქოქავ. ვა. შეიძლება ჭეპე გვაქვს უკვე კალენვალთან. ბენზინი არის. მე დენის პრობლემა მგონია, ეხა უბრალოდ მეტი არაფერი. საღოლ? მასე მასა ბანძი აქვს, ძრავიდან, კუზაოზე. ვაფშე რატო არ უნდა დაკუქო? ვერ ხვდები, არ ვიცი. რატო არ იქოქება? ვაფშე ის არა აქვს, რა ქვია. არ საფურთხულობს. ბიჭო, ისკრა აღარ გვაქვს მე მგონი ვაფშე. ხო და იქნებ და ეს ამთვლელი შნური გამოვარდა საიდანმე. ანუ ამთვლელი ჰაერშია, რანაირად უნდა დაიქოქოს. მეორე ბოლო? ხო, ვიჭუნე. ხო და საიდან გამოვარდა? ან რანაირად გამოვარდა. დაკოქე. მიყვარს ჩემი თავი. ძრავს ხმა არა აქვს საერთოდ.
იდეალურად მუშაობს. ნახე აბა ზეთი თუ ანთია, ზეთის ის. არაფერი არ ანთია, ხო? ამ Fiat-ის ამბავი ესე არ დასრულდება. და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ბოლომდე სახეს მოვუყენთ. და სადამდე გაძლებს, მაგას ერთად ვნახავთ. ჩააქრე წავედი სახში. მანქანა ვერ გამფრჩები ამ ხელაკაცს.